ამ ვიდეოში მოდი ვისაუბროთ ქრომოსომების წყვილებზე. მაგრამ ჯერ მაქვს ერთი კითხვა. რომელს აქვს მეტი ქრომოსომა? თუთას, ზღვის გოჭს თუ ადამიანს? თუთა არის უბრალოდ გემრიელი კენკრა, ზღვის გოჭი არის პატარა საყვარელი ძუძუმწოვარი, მაგრამ რა თქმა უნდა კომპლექსური ორგანიზმი აქვს, ხოლო ადამიანებს აქვთ წარმოუდგენლად ძლიერი ტვინი ყველა დანარჩენ ცხოველთან შედარებით, სოციალური ურთიერთობების აგების უნარი და ასე შემდეგ. მოდი სანამ პასუხს გეტყვით, ჯერ ცოტაოდენი რამ ვისწავლოთ ქრომოსომებზე. ქრომოსომები არის სტრუქტურები, რომლებიც ორგანიზმის გენებს შეიცავს. გენები კი არის მემკვიდრეობითი ერთეულები, რომლებიც მშობლიდან გადადის შთამომავლობაზე და განაპირობებს ორგანიზმის თვისებებს. ქრომოსომები და მათში მოთავსებული გენები მდებარეობს ორგანიზმის უჯრედებში. მრავალუჯრედიან ორგანიზმებში ქრომოსომები არის უჯრედის ბირთვში. მრავალ სახეობას გააჩნია ქრომოსომული წყვილები. მაგალითად, თუ შევხედავთ ქრომოსომებს, რომლებიც ადამიანის უჯრედიდანაა ამოღებული, დავინახავთ, რომ ადამიანს აქვს 46 ქრომოსომა, რომლებიც ორგანიზებულია 23 წყვილად. თითოეულ წყვილში არის 2 ქრომოსომა, ერთი დედისგან, ერთი მამისგან. ამ წყვილ ქრომოსომებს ეწოდებათ ჰომოლოგიური ქრომოსომები. ჰომოლოგიურ ქრომოსომებს აქვთ ერთნაირი ზომა და ფორმა და გენებს შეიცავენ ერთსა და იმავე ადგილებში. თუმცა გენებს ხშირად სხვადასხვა ვარიაციები, ანუ ალელები გააჩნიათ. და ეს ალელები განაპირობებენ გარკვეული თვისების განსხვავებულ ვერსიას. ორგანიზმს ორივე ქრომოსომაში შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე ალელი, ან 2 განსხვავებული ალელი. ამის უკეთ გასაგებად, მოდი გავარჩიოთ მცენარის მაგალითი და ავიღოთ ბარდა. ამ მცენარეებს შეიძლება ჰქონდეთ ვარდისფერი ან იისფერი ყვავილები. და ეს ყვავილის ფერი დამოკიდებულია გენის სხვადასხვა ალელებზე. ბარდას ამ გენის შესაბამისი ალელები გააჩნია ქრომოსომაში ჰომოლოგიურ წყვილში. მას შეიძლება ჰქონდეს 2 ვარდისფერი ალელი, 2 იისფერი ალელი, ან თითო ორივე ფერიდან. საბოლოოდ რა ფერის ყვავილები ექნება მცენარეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ეს ალელები, მაგრამ ეს უკვე სხვა ვიდეოს თემაა. ასეთ სურათს, სადაც ქრომოსომები წყვილებადაა დალაგებული და ასე წარმოდგენილია ორგანიზებული სახით, ეს ინფორმაცია ეწოდება კარიოტიპი. მეცნიერები და სამედიცინო პროფესიონალები მიკროსკოპის გამოყენებით იკვლევენ კარიოტიპებს, რათა უკეთ შეისწავლონ გენეტიკა. მაგალითად, შეიძლება შენიშნონ ზომაში განსხვავებები ქრომოსომებს შორის, რომლებიც წესით უნდა ემთხვეოდნენ, ან დამატებითი ქრომოსომის არსებობა. კარიოტიპები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ იმაში, რომ უკეთ გვესმოდეს გენეტიკური ჯანმრთელობა. ახლა, რადგან ცოტა უფრო მეტი ვიცით ქრომოსომებზე, მოდი დაუბრუნდეთ საწყის კითხვას. რომელს აქვს ყველაზე მეტი ქრომოსომა? თუთას, ზღვის გოჭს თუ ადამიანს? პასუხი არის თუთა. ძალიან უცნაურად და მოულოდნელად მას აქვს 308 ქრომოსომა. შემდეგ მოდიან ზღვის გოჭები, რომლებსაც აქვთ 64 ქრომოსომა და ბოლოს, მიუხედავად ჩვენი კომპლექსური ტვინისა და სოციალური სისტემებისა და ასე შემდეგ, მოდივართ ჩვენ, მხოლოდ 46 ქრომოსომით. ასე რომ, მიუხედავად ჩვენი დიდი კომპლექსურობისა და განვითარებულობისა და ასე შემდეგ, ძალიან ცოტა ქრომოსომა გვაქვს თუნდაც თუთასთან შედარებით. რას ნიშნავს ეს? შეიძლება იმას, რომ თუთა უფრო კომპლექსურია ვიდრე გვეგონა, ან იმას, რომ მაინც და მაინც არ ვიცით რანაირი ურთიერთქმედება არსებობს გენეტიკაში ქრომოსომებს შორის. ან შეიძლება იმას, რომ უბრალოდ ინტუიტიური არ არის რანაირად მუშაობს გენეტიკა და ქრომოსომები. და შეიძლება სულაც არაა ქრომოსომების რაოდენობა პირდაპირ კავშირში ორგანიზმის კომპლექსურობასთან. მაგრამ მოდი ამ ვიდეოში ამაზე გავჩერდეთ.